საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ორ საკითხთან დაკავშირებით მინდა ეს არც ისე ხანგრძლივი ვიდეობლოგი ჩავწერო და მინდა უბრალოდ გამოვეხმაურო პირველ შემთხვევაში ქოცების ფალოსოფოს შათირიშვილს, რომელიც გამოვიდა და თავის ფალოსოფიურ სტილში რაღაცები იბოდიალა და რაც შეეხება ბოლოში დიდი ყურადღება არ მინდა დაუთმო ამ საკითხს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა მომწერა არის ასეთი პოლიტიკოსი რუსეთში მოღვაწე ქართველი მამუკა ფიფია და მის განცხადებას მინდა გამოვეხმაურო უბრალოდ, ამიტომ ორ ნაწილად გავყოფ, ასე რომ ვთქვათ, ამ ვიდეო ლაივს და ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ მეორე ნაწილში ამ ყველაფერს მოусმინოთ და თქვენი კითხვები დამისვათ და ვეცდები რომ გაგცეთ პასუხი. კაცი პოლიტიკოსი არის, თავის პოზიციები აქვს და მეც მიმაჩნია, რომ რაღაც არის გასათვალისწინებელი და რაღაც არა. ხა რაც შეეხება დავიწყოთ აი ამ ფალოსოფოსით, რომელი ფალოსოფოსიც გამოხდა დღეს და საერთოდ ქოცების ტოპ ტვინი არის რა. მე არაერთხელ მისაუბრე ამ ქოცების ტოპ ტვინზე, რომელიც თავის დროზე ამბობდა იმას, რომ მე ნაციონალურ მოძრაობას იმიტომ უჭერდი მხარს, რომ მართლმადიდებლობას ებრძოდა და მე თვითონ კათოლიკე ვარ და თუ უნდა საქართველოს ესე იგი ევროპულ ოჯახში შეადგას ფეხი და შეაღწიოს, მართლმადიდებლობაზეც უნდა თქვას უარი და ესე იგი მართლმადიდებლობა და რუსობა ერთი და იგივე არის თურმე საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის, ამიტომ იყო თურმე ტარს უკრავდა ნაციონალურ მოძრაობას. არ ვიცი ახლა დღეს ქოცების ტოპ ტვინი არის, ნამდვილად არ მიკვირს, იმიტომ რომ ქოცის ბუნება, საერთოდ ავადმყოფი ბუნება ესეთი არის, ბიძინა ივანიშვილის თამანდობით, როცა ჭირდებათ აფინანსებენ ნაცმოძრაობას, როცა ჭირდებათ მათი ფასი არავინ არ აყავთ და ხელფასებს უხდიან, პრემიებს უხდიან და რა ვიცი, აგულავებენ და მე თვითონ რო შეექმნებათ პრობლემა უშუალოდ, მე ხდება ნაციონალური მოძრაობა, ყოველ შემთხვევაში ასე იყო 2003 წლიდან 2011 წლამდე, სანამ ბიძგვინას უშუალოდ არ შეექმნენ თუ არა. არაფერი პრობლემა არ ქონდა, ამიტომ ნაცების სპონსორიდან ნამდვილად არ მიკვირს იმის თქმა მინდა, რომ ნაცების მომთრევიდან და სპონსორიდან ნამდვილად არ მიკვირს ის, რომ ნაცების გამმართლებელი მართლმადიდებლობასთან ბრძოლაში თავის გამправებელ ტოპ ტვინად რომ გადაიყვანა სავსეა მთელი ქოცმოძრაობა ნაცმოძრაობის აქტივისტებით და არაფერი გასაკვირი არ არის, მაგრამ რა განცხადება გააკეთა არსებამ. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ცოტა ძნელია ადამიანმა ჩვენი ინტელექტი ვერ ადის ალბათ მაგდონეზე, რომ მის ინტელექტუალურ სიღრმეებს ჩაუწვდე და მთელი ამ ხნის მანძილზე ეს ჩამოყალიბებული შიბლა იყო ესე იგი ტრამპის და შეერთებული შტატების ტაშის მკვლელი და რომ აი დონალდ ტრამპი მოვა და პირველი ტრამპისტები იყვნენ ქოცები, სანამ ტრამპი გახდებოდა ეს რა ქვია პრეზიდენტი და ასე არწმუნებდნენ ხალხს, რომ აი ტრამპი მოვა ამერიკაში, უკრაინის ომიც დამთავრდება, deep state, რომელიც ასე გვახჩობს ევროკავშირიდან და ამიდან ეს რა ქვია შეჩერდება და წავა გემრიელი ცხოვრება და მშვიდი ცხოვრება. მაშინაც გეუბნებოდით, ახლაც გეტყვით იმას, რაც მაშინ მითქვია, არანაირი ომი არ გაჩერებულა უკრაინაში მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მოვიდა. პირიქით, უფრო აგრესიული და უფრო ისეთი ფორმა მიიღო, უახლესი იარაღის მეორედ გამოცდით და ასე შემდეგ და არავინ არ აპირებს ჯერჯერობითაც არავინ არ აპირებს გაჩერებას. რაც შეეხება ტრამპის და ქოცების ურთიერთობას, ყველაზე მეტი კარგად წარმოაჩენს ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. დღემდე ელჩიც რო გაწვეული ყავთ და არ აყავთ საერთოდ ქვეყანაში, სადაც ელჩი არ აყავთ, იქ რა ურთიერთობაზე უნდა იყოს ლაპარაკი და იქ რა ურთიერთგაგებაზე უნდა იყოს ლაპარაკი. მე არ ვამბობ იმას, რომ ეს ცუდია, პირიქით, საერთოდ თუ დაიხურება საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო და საერთოდ არ იქნებათ და თუ მიყვება ბრიტანეთის საელჩო, უკეთესი იქნება, მეტი სიმშვიდე იქნება ქართველებს. მაგრამ აქ ამაში არ არის საქმე. საქმე არის იმაში, რომ ქოცები თავისი მოკლე ტვინით აი ესე აჯერებდნენ ხალხს და ვერ დაალაგდნენ ამ ადმინისტრაციასთან და ვერ მოახერხეს ამათთან. ხოცმა რა პოლიტიკა უნდა დაალაგოს დონალდ ტრამპთან.
წარმოგიდგენიათ? კაცთან რომელთანაც მთელი სოფლიოს პოლიტიკოსები ვერ ლაგდებიან, ხოცი როგორ უნდა დალაგდეს. ამორიცხულია ეს. ხოცმა შეიძლება მაქსიმუმ ორბანის არხით რაღაცა სიტყვა ჩააკვეხოს იქ და მორჩა და დამთავრდა. ტრამპი არის მოსული იმისთვის, რომ სერიოზული ცვლილებები განხორციელდეს. ახლა ქალბატონ დენიზ ასუმბაძესთან მქონდა წინა ვიდეო, ისაც გაინტერესებთ და მე მასაც დაუსვი ის კითხვა, რომ არის თუ არა ტრამპი ის ფენომენი და ის პოლიტიკოსი, სამყაროს ცვლილებები ჭირდება, მაგრამ ის თუ შეძლებს გაატაროს ის ცვლილებები, რაც ჭირდება სამყაროს და არა ის, რაც მას აწყობს. ამას დრო გამოაჩენს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კაცი არის ცვლილებების ამ სახით აიღებ თუ იმ სახით აიღებ ცვლილებების პოლიტიკოსი და ძალიან ბევრი ცვლილებები მოხდა მისი მოსვლის შემდეგ, არა მარტო შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპასთან ურთიერთობაში, აგერ კაცო 59 წელს ჩამოყალიბებული ნატო, რომლის დაშლაზე თავის დროზე მთელი საბჭოთა კავშირი მუშაობდა, აგერ რა ტრამპის ხელით ხდება და ევროკავშირის დაშლა ტრამპის ხელით ხდება და აგერ გრენლანდიის ოკუპაციას აპირებს და 1000 რაღაცას აპირებს და ხოცები რომ რადგანაც ვერ დალაგდნენ ტრამპთან გამოხდნენ და ესეთი წამოროშეს რომ თურმე ტრამპი აი მაგათი ლოგიკიდან გამოსულა რომ ტრამპი ყოფილა deep state-ის აგენტი და ახლა თურმე ევროპასთან თურმე ცუდად იქცევა თურმე და ევროკავშირის დაშლა უნდა თურმე და ეს deep state-ის ამბავი არის ხალხო დებილიზმის სრულიად დეგრადირებული ავადმყოფური აზროვნება და უკაცრავად როგორც ჩვევიათ საერთოდ ხოცებს ტრაკის თამაში რომ ევროპელებთან მაინც დალაგდნენ ახლა იმიტომ რომ ევროპელებსაც პრობლემები აქვს შეერთებულ შტატებთან და ეს ტოპ ტვინი ასე ტრაკს ათამაშებს ახლა და ამით ცდილობენ ახლა ესენი ამას პოლიტიკაზე ძახიან ეს პოლიტიკა არ არის ეს არის ტრაკის თამაში რომელ ხელისუფლებასთანაც და არავინ სერიოზული ძალა არ დაიკავებს სერიოზულ ურთიერთობას არის ძალიან მარტივი საკითხი არის ტრამპი როგორც კი მოვიდა როგორც კი მოვიდა მისი ინტერესი იყო რა მათ განაცხადეს ახლა ამას არ მიუქცევიათ ყურადღება არავის საქართველოში რა დონეზე ხდება საერთოდ პოლიტიკური მოვლენების ანალიზი ხო კარგად ვიცით ყველა პოლიტიკოსია და ხალხს თავის კუხნაში ლობიოს გაკეთება არ შეუძლია და სოფლიო პოლიტიკას არჩევს ეს ქალები და კაცები რომლებიც იმას არ გაცილებიან რა ქვია აგერ მის უბანს და არაფერი ცხოვრებაში არ შეუქმნიათ ყველა პოლიტიკოსია დღეს მაგრამ რეალობა აქ იყო ერთი ძალიან მარტივი ტრამპი აწვევდა ყოველთვის იმას რომ საერთოდ ის დაკონსერვებული სიტუაცია რომელიც არსებობდა ამდენი ხანი შეერთებული შტატების და ევროპის ისტორიაში ამას უნდა დასმოდა წერტილი იმიტომ რომ შეერთებული შტატები ყოველთვის იყო დომინანტი სახელმწიფო და შეერთებული შტატების მხრებზე იყო დალაგებული ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე პერიოდში, როდესაც სერიოზულად მოხდა ასევე კიდევ ერთი დიდი ძალის წარმოქმნა მსოფლიოში, ეს არის ჩინეთი და შეიქმნა ბრიქსის ქვეყნები და ესე შემდეგ, რეალურად გაუჩნდა დოლარს საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ დომინანტური ვალუტა ყოფილიყო. ამიტომ მისი შეერთებული შტატების უშუალო კონკურენტი რუსეთი კი არ იყო. უშუალო კონკურენტი იყო ევრო და ევროკავშირი. ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ევროკავშირი დაშლილიყო და თავისთავად ეს სავალუტო კონკურენცია დიდარ ევროპაში ჩამოშლილიყო, აბა რუსეთის სავალუტო რეზერვები და რუბლი აქ ევროპაში არც იციან და არც ამერიკელებმა იციან რანაირია საერთოდ და არანაირ პრობლემას არ უქმნის ამერიკულ ვალუტას დომინაციაში ერთი შტატის ისა რა ქვია მთლიანი შიდა პროდუქტის დონე არის მთელი რუსეთის ისა რა ქვია ფინანსური შემოსავლები, რასაც ქვია, რომ გადაიყვანო, ამიტომ მისი სამიზნე იყო თავიდანვე ზუსტად მდიდარი მსუყე ევროპა, ევროკავშირი და მისი გათვლა იყო ზუსტად იმისი, რომ დაშლილიყო ეს გაერთიანება, რომელსაც მოყვებოდა ასევე ევროს დაშლა და ყველა გადავიდოდა ნაციონალურ ვალუტებზე და ძირითად ვალუტად ისევ ეს გამოიყენებდა დოლარს. მე ადრეც გითხარით, რომ გერმანიიდან ისეთებმა არა სოციალური ქსელით რო არიან ღრმად განათლებული გერმანელები ვინც არიან, იმათგან მაქვს ეს ინფორმაცია, რომ
მთლიანად ძალიან ბევრმა დაიწყო ევროს კონვერტაცია იმაში, რა ქვია, დოლარში, ლიხტენშტეინის უზარმაზარ ოფშერებში და ძალიან ეს იყო პირველი ნიშანი, რომ ევროპის საქმე წავიდოდა ცუდად და როგორ შეგიძლიათ თქვენ ქვეყანა სიტყვაზე დაანგრიოთ და მისი ეკონომიკური საკითხები დაანგრიოთ. ძალიან მარტივად მას უსაფრთხოების პრობლემა უნდა გაუჩნდეს. უსაფრთხოების პრობლემა, რომლის მცველიც იყო შეერთებული შტატები, აღმოჩნდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უცებ ევროპა შეუქმნა ორი პრობლემა, ერთი პრობლემა თვითონ უკრაინის მიმართულებაზე, სადაც თავიდანვე გაყო თავი და გაიყოლა ეს ევროპის ქვეყნები და შემდეგ შეატოვა უკრაინის კონფლიქტი და ახლა გაუჩინა მეორე ფრონტი, ხო იძახოდნენ ყველა მეორე ფრონტიო და ახლა მეორე ფრონტი გაუხსნა აგერ გრენლანდიაში, სხვათა შორის ის 14 და 15 ჯარისკაცი რო გააგზავნა გერმანიამ და ბრიტანეთმა ერთი ჯარისკაცი, ერთი ოფიცერი და ჰოლანდიამ ერთი ოფიცერი უკვე უკან გამოიწვიეს. რო იცოდეთ ისე, ეს ძლიერი კონტინგენტი რომელიც იყო, უკვე უკან გამოიწვიეს მის მერე რაც ტრამპმა გამოაცხადა, რომ დაიწყებდა ამ ქვეყნებმა, რომლებმაც ჯარისკაცები გააგზავნეს გრენლანდიაში, ამ ქვეყნებზე ბაჟების დაწესებას და რითაც პრაქტიკულად საერთოდ ჭრის, ახლა უკვე ფორმალობებია დარჩენილი იმისი, რომ გამოვიდეს შეერთებული შტატები ნატოდან და საერთოდ ევროკავშირი დატოვოს მარტო. განიხილება ევროკავშირში უკვე სერიოზულად მიდის განხილვა, რომ ახალი უსაფრთხოების სისტემა შეიქმნას, იმიტომ რომ რუსეთი შეერთებული შტატები აუცილებლად გავა ნატოდან და დარჩება მთელი ევროკავშირი პირდაღებული რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ ქვეყნები უკვე გადადიან საკუთარი თავის რეალურ უზრუნველყოფაზე, თავდაცვის უზრუნველყოფაზე და განიხილება ასეთი მოცემულობა უკვე ღიად წერენ ამ ყველაფერს. მე კი მქონდა დადებული ისა დღეს, მაგრამ გაცრავად. ჯერ ეს ინფორმაცია ზოგიერთმა რო არ დამბლო, საქართველოშიც კი გაიგეს, რომ თავარმაც კი გაიგო, რომ უკან გამოყავთ ეს ყველაფერი, მაგრამ რა ამ გამოყვანის მიზეზი ამას არ წერენ. აი გაჩვენებთ ახლა პოლიტიკო არის ესეთი სადღაც მქონდა ეს ინფორმაცია, ესეთ ჯანდაბაში წავი. კარგი, ვისაც გაინტერესებთ დეტალურად, ვერ ვნახე უბრალოდ შებრძანდით აი ამ ჩემი Facebook-ის გვერდზე და ნახეთ იქ მიდევს სკრინი, უბრალოდ წამიშლი ალბათ არ მაქვს. სადაც განიხილავენ ახალი უსაფრთხოების ჯგუფის შექმნას, რომელი უსაფრთხოების ჯგუფში საინტერესო არის, რომ უკრაინაც განიხილება, რომ უკრაინა უნდა იყოს ასევე ამ ახალი უსაფრთხოების ჯგუფის მონაწილე და ეს ყველაფერი ახალი უსაფრთხოების ჯგუფი უნდა შეიკრას იმ ბაზაზე, რომელი ბაზაც არსებობდა უკრაინისთვის ევროპული ქვეყნების, ანუ მსურველთა კოალიცია, როგორიც არსებობდა. ამ ბაზაზე უნდა ჩამოყალიბდეს ახალი ევროპული უსაფრთხოება, რომელი ახალი ევროპული უსაფრთხოებაც მოახდენს როგორც დასავლეთის საზღვრების დაცვას, გრენლანდიის თამადობით, ასევე აღმოსავლეთის საზღვრების დაცვას. ძალიან ძიმე და ძნელმისიაში აქვს თავი გაყოფილი, იმიტომ რომ მსგავსი რესურსები და მსგავსი ძალა ალბათ ევროპელებს 10-15 წელი მაინც დაჭირდებათ რომ მოაგროვონ, მაგრამ გამოწვევები ამას ითხოვს. იქედან შეერთებული შტატები ყლაპავს ევროპის ტერიტორიებს, აქეთ მის მოკავშირეს ყლაპავენ, ესა რა ქვია, რუსები და რა თქმა უნდა ახლა უკრაინას ყველაზე მეტი გამოცდილი არმია ყავს და ყველაზე მეტი შეკმილებამდე შეიარაღებული ჯარი ყავს მთელი ამ ხნის მანძილზე დახმარების. რას უნდა უწუნებდეთ ჩემო ძმაო საფრანგეთს, რა შვეშია აქ საფრანგეთი. ვერ გავიგე უბრალოდ კითხვა. ხო და აი ეს მოხდება, იცით? აი ეს მოხდება და ახალი გადაწყობა ხდება, ახალი გადაფორმატება ხდება, ახალი უსაფრთხოების სისტემები ხდება, არაფერი სასწაული არ ხდება. ადამიანებს, რომლებსაც მინდობილი აქვს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება სხვა ქვეყნებზე, ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ, ძალიან კარგად აქვს თავის დროზე ნაპოლეონს ნათქვამი, რომ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს სურვილი შეინახოს საკუთარი არმია, ის ადრე თუ გვიან აუცილებლად შეინახავს სხვის არმიას. და ეს პროცესი იდგება, თუ არ ახლა სხვისი არმია ვისაც ინახავდნენ მათი ჭკუით, თუმცა ესეც არ იყო, იმიტომ რომ ამერიკელებს ლამის და იქეთ ახდევიებდნენ ფულს ევროპის უსაფრთხოების დაცვაში, ამიტომ ახლა მოუწევთ რუსული არმიის შენახვა, თუ ისინი საკუთარ უსაფრთხოებაზე არ იზრუნებენ და
ნახოთ ერთიაბა ამ ახალ გაერთიანებაში თუ ისურვებენ, ნახონ კაი უკრაინას, მაგრამ ბალტიისპირეთის შესვლას თუ ისურვებენ და სხვა ესეთი სუსტი პატარა ქვეყნების, რომლებიც სუფთა გემაროი იყო იმისთვის, რა ქვია, მთელი დასავლეთისთვის ამ ხნის მანძილზე. ამიტომ ძალიან მალე ჩვენს კონსტიტუციაში ჩაწერილი მუხლი ნატოს შესახებ აღმოჩნდება ისე, რომ ეს ნატო და ევროკავშირი არ იარსებებს და რა ვიცი, მე როცა რაღაცა არ იარსებებს, მე ალბათ ამოშლაზეც იფიქრებენ, ან შეცვლიან და ახალი გაერთიანებას ჩაწერენ იქ ალბათ, რა ვიცი, ახალ სახელს ყოველ შემთხვევაში. საფრანგეთი არის ძალიან კარგად შეიარაღებული ქვეყანა. უკაცრავად ცოტა ინტერნეტის პრობლემა არის. კარგად შეიარაღებული ქვეყანა არის და მე ადრეც მისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ არის საფრანგეთი ის ქვეყანა, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა შეძლოს მთელი ევროპის კონტინენტის დაცვა. ელემენტარულს გეტყვი, ხო, აი რუსეთი, შეერთებული შტატები, ესენი ფლობენ სადღაც 6000 ქობინამდე ბირთულ და სტრატეგიულ იარაღს და ტაქტიკურს და რა ვიცი ბირთულ ტრიადას. კი ბატონო, საფრანგეთსაც გააჩნია ბირთული ტრიადა, მაგრამ არ არის ის გათვლილი მთელი ევროპის დაცვაზე. ელემენტარულად გეტყვი, რომ საფრანგეთს გააჩნია 300-მდე ბირთული ქობინი. ეს არის ზღვაში წვეთი. გერმანია საერთოდ ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, ვისაც ბირთული იარაღი გააჩნია. საფრანგეთის დასაცავად კი ბატონო ყავს, მაგრამ საფრანგეთის გარდა ამდენი ქვეყნებია დასაცავი და ამდენი ის, აქვს მაგის რესურსი, საფრანგეთს არ აქვს მაგის რესურსი. საქმე და უბედურება ზუსტად მაგაში არის, რომ თელმა ამ ქვეყნებმა ამ ხნის მანძილზე თავისი უსაფრთხოება მიანდეს ამერიკელებს და ახლა ამერიკელები გადიან და ახლა დათვი რომ მოერიათ, ახლა ბაბაიას უძახიან. სადა აქ იტალიას ბირთული იარაღი? დიდ ბრიტანეთს აქვს და დიდი ბრიტანეთის ბომბების კიდე რაღაც ნაწილი ამერიკულ კოდებს ფლობს, რომელიც გამოუყენებელი არის ამერიკელების გარეშე. მასე ამერიკული ბომბები არის განთავსებული იმის, რა ქვია, გერმანიის ბაზებზეც, მაგრამ და ომის შემთხვევაში გერმანელებს გადაეცემათ, ოღონდ ამერიკელებმა უნდა გადასცენ, მაგრამ ამერიკელები თუ გავლიან იქიდან იმ ბირთულ ბომბას გაიტანენ. ბირთული იარაღს ვინმეს დაუტოვებს? და მხოლოდ მაშინ აქტიურდება ის ბომბები, კოდები, ვიცი რასაც ვსაუბრობ და ამიტომ გეუბნებით რა. ამაში იყო საქმე. ნუ ისრაელი არ შედის ევროპის გაერთიანებულ დაცვაში და რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ისრაელს აქვს თუ არა? კი, აქვს ისრაელს ტაქტიკური ბირთული ბომბი, რომელიც თავის დროზე ამერიკელებმა გადასცეს. კი, აქვს. თავის წარმოება არ აქვს არც იმას. როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და უკრაინაში რა იარაღიც იყო განთავსებული, ისე ცნობისთვის რო იცოდეთ, მარტო უკრაინაში განთავსებული იარაღი, რომელიც შემდეგ რუსეთს გადასცეს, ეს იყო მსოფლიოში მესამე ბირთული არსენალი. უკრაინა იყო მესამე ბირთული ქვეყანა, სადაც არსებული ბირთული იარაღი ბევრად მეტი იყო, ვიდრე საფრანგეთში, ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, პაკისტანში და დღევანდელ ჩრდილო კორეაში და ისრაელში ერთად თავმოყრილი ეს ბომბები იმას ბევრად მეტი იყო. არ არის ეს რესურსი, არ არსებობს ის ბირთული ფარისთვის, არ არის ის საკმარისი. აქედან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი და საქართველოში ახლა ამის აზროვნება და ამის გაგება ხდება ბიძინაევანიშვილის და კოცების დონეზე, ვაჭრუკანების დონეზე ხდება ეს ყველაფერი, რომლებმაც რა ვიცი, რა მოინდომეს და როგორი უსაფრთხოების ქოლგა აქვთ კოცებს გაფლილი და რანაირად უნდათ ბიძინა ყავთ, მთავარია და ილოცებენ ბიძინას და მე ბიძინა რაღაცას იზამს, ან ფულს გაუყინავენ იმაში, რა ქვია, შვეიცარიის ბანკში, ან სადღაც და საქართველოს გადარჩება და მე გამოვლიან ეს კოცი დებილები, ავადმყოფები და ღმერთო ყველა ნორმალური ქვეყანა აკეთებს უსაფრთხოების დაცვას საკუთარ სამხედრო პოტენციალზე ან სამხედრო ალიანსებში გაერთიანებაზე, კოცები აკეთებენ საკუთარი უსაფრთხოების და ყველაფრის დაცვას ბატონ ბიძინაზე. ილოცებენ ბიძინას და მე მალმარჩენალი ადგება და აი თურმე ბიძინას დაუცვია ქვეყანა იმით, რომ სადღაც 2 მილიარდი ის გაუყინეს, რა ქვია, თურმე ფული, რა თქმა უნდა 2 მილიარდის ოქრო მარტო ეგერ საყდრისიდან ამოზიდა და ჩაიდო ჯიბეში. ახლა მე არ ვიცი, მე ავადმყოფებზე სალაპარაკო არაფერი არ მაქვს და აი ესეთი ავადმყოფი არის ეს რა ქვია
ორღობის ფალოსოფოსი, რომელმაც ეს განაცხადა. და ეხლა რაც შეეხება იმ მეორე საკითხს, რომელიც საკითხის ისიც მინდოდა, მე მინდა ერთი რაღაცა თავიდანვე ვთქვა, მე არ ვარ ამ ადამიანის არც პოლიტიკური მტერი, არც ოპონენტი, არც მოწინააღმდეგე, არც ის და არასდროს არც მიხსენებია, არც მაგათი პარტია და არც თავად ეს პიროვნება და პირიქით მივესალმები მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებიც საქართველოსთვის რაღაც ნაბიჯებს გადადგამენ და მით უმეტეს რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს ინტერესებს თუ კი ასეთი ხალხი არსებობს და ვინმეს რამე შეუძლია ღმერთმა გაუმარჯოს და ღმერთმა ამრავლოს ეგეთი ადამიანები, ამიტომ მე ისეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ რაღაცას ქართულ-რუსული ურთიერთობების სასიკეთოდ გააკეთონ, ის როგორც ერთი ქვეყნისთვის, ისევე მეორე ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ბედიღბალი მიმული არის გინდა თუ არა ამ დიდ მეზობელთან ნორმალური ურთიერთობების ფარგლებში თუ ვერ მოახერხებთ ჩვენ რუსებთან ნორმალური ურთიერთობების დალაგებას, ღირსეული და ნორმალური ურთიერთობების დალაგებას, ჩვენი ქვეყნის საერთოდ არსებობა არ არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ამიტომ არ მინდა ეხლა ისე გამოჩნდეს ეს, რომ მე ჩასაფრებულის პოზიციიდან ვამბობდი რაღაცას, მაგრამ აქ სულ სხვა რაღაცაზე არის საქმე. მე თვითონაც ვნახე ის, რაც გამომიგზავნა არაერთმა ჩემმა გამომწერმა, მათ შორის ჩვენ საერთო ნაცნობებიც გვყავს კაცო და არ მინდა ეხლა ამ საკითხზე ესქნა, მაგრამ მე იქაც უთხარი და ახლაც ვამბობ ღიად. მე მოусმინე იმ კითხვას, რომელ კითხვაზეც მან პასუხი გასცა არაბიზაციასთან დაკავშირებით. მოусმინე მე დეტალურად გადავახვიე, რამდენჯერმე მოусმინე და კითხვაზე იმის შესახებ, რომ თურმე საქართველოში არანაირი არაბიზაციის პრობლემა არ არსებობს და რომ თურმე ესა რა ქვია ქართულ საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ გლობალური ტურიზმიდან გამოწვეული შიში გააჩნია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლის საქართველოში და არადა ეს ეკონომიკისთვის კარგია, ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი და ძალიან კარგად იცის თუ თვითონ პოლიტიკოსი არის და კარგად გარკვეული არის ქართულ და რუსულ პოლიტიკურ სივრცეში, ძალიან კარგად უნდა იცოდეს ბატონმა მამუკაფიფიამ, რომ ეს ასე არ არის საქართველოში, არავის ფობიები არ გააჩნია ტურიზმთან დაკავშირებით და არავინ არ ფიქრობს, რომ ტურისტული საკითხები არის აქ პრობლემა. აქ არის პირდაპირ პრობლემა ქართული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით, საქართველოში ორი არაბული იმის რა ქვია საცხოვრებელი აშენების შესახებ და ის პასუხი, რომ ვიღაცა ვიღაცის ნათესავს თურმე ბინას მიყიდის, ამას ვერავინ გააკონტროლებს, ძალიან კარგად იცის მამუკაფიფიამ, რომ ეს არ არის საქართველოში. საქართველოში შემოდიან არაბი ბიზნესმენები, რომლებიც აშენებენ არაბული ქალაქებს, რომლის ყიდვის საშუალებაც არანაირად ქართველებს არ გააჩნიათ, გაყიდული არის 60,000 ბინა რამოდენიმე წლის წინ და ეხლა კიდე 70,000 არაბზე ხდება ბინის გაყიდვა. ამიტომ მე არ ვიცი ეს პასუხი რატო გასცა ამ ადამიანმა, ეს არის მისი გულწრფელი დამოკიდებულება თუ ეს არის უბრალოდ პოლიტიკოსი და პოლიტიკური ამბიდან გამომდინარე მოახდინა რუსეთში ამ განცხადების გაკეთება. მე უსმენდი მანამდე მის დამოკიდებულებას, რასაც ამბობდა ხელისუფლების საქციელთან დაკავშირებით, რუსეთის იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომელი მოქალაქეებიც ზოგი ყირიმში ცხოვრობს, ზოგი ლუგანსკში, ზოგი იმაში პასპორტი გააჩინათ, იქ დაიბადა, გაიზარდა ხალხი და რატომ ახდენ საქართველოს ხელისუფლება ამ იმას, რა ქვია, დისკრიმინაციას ამ ადამიანების ზოგს აძლევს ქვეყანაში შემოსვლის უფლება, ზოგს არა. აბსოლუტურად სწორი პასუხები იყო იქ გაცემული და იმასაც რა ქვია რომეო და ჯულიეტას არ მიუწერიათო იმდენი წერილიო რაცო ტრამპს მიწერესო იმან რა ქვია პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ იქიდან პასუხი არ არისო. მაგრამ აი ამ სასიცოცხლო საკითხთან დაკავშირებით მე ვიცი რომ იქ უამრავი რა ქვია ღმერთმა დაგლოცოს და როგორც ჩვევიათ ეს რაღაცებს წერდნენ. მე მინდა ვკითხო მაგათ მომხრეებს და რა ვიცი, ალბათ იმედია თვითონაც თუ ჩათვლის საჭიროდ წესიდარიგით უნდა გააკეთოს ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებმა ყველას პოზიცია უნდა ვიცოდეთ არაბიზაციის საკითხთან დაკავშირებით. არ შეიძლება ეს ისეთი საკითხია, ამ საკითხში ორჭოფობა და ან აქეთ არის ადამიანი, ან იქეთ არის ადამიანი. ამიტომ მე მაინტერესებს ზუსტად რომ მას და მის მომხრეებს ვკითხო.
ემხრობით თქვენ საქართველოში ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციას და ამართლებთ თქვენ ისე რა ქვია ამართლებს მამუკა ფიფია საქართველოში არაბული ქალაქების აშენებას და არაბების ჩამოსახლებას და ეს პრობლემას არ წარმოადგენს მე მაინტერესებს ხო ხართ აქ უამრავი მსმენელი ხართ ჩემთან რომელიც ხართ ასევე იმ სოლიდარობის წევრები და მომხრეები სხვა საკითხებზე მე არა მაქვს მე კონკრეტულად აი ამ საკითხთან დაკავშირებით ესაა ჩემთვის პირადად წყალგამყოფი თუ თქვენ შემოკარგებო თუ მე პირდაპირ მინდა გითხრათ და არავისთან დასამალი არა მაქვს თუ ვინმე არა აქვს მნიშვნელობა აქ სახელს გვარს ეს მამუკა ფიფია იქნება თუ ერმილე ნემსაძე იქნება თუ ვინ იქნება ცხონებული მამაჩემი რო გაწოწყდეს და ადგეს და მითხრას რომ შვილო შენ სულელი ხო არა ხარო კაც რა მოხდა არაბები უნდა დასახლდნენ და ქართული მიწაო გაიყიდოსო საკუთარ მამაზე ვიტყვი უარს დაბრუნდი იქ საიდანაც მოდი თქვა ამიტომ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია ამ ყველაფერს და მე მაინტერესებს ერთი ზუსტად ამ სოლიდარობის ხალხის მაგათ პარტიას და მაგათ ლიდერსაც რავი თუ ჩათვლი საჭიროდ გააკეთებს თუ არა ადრე თუ გვიან შემდეგ შეეკითხებიან მე მაინტერესებს ერთი თქვენ ეთანხმებით აი ამ აზრს რომ საქართველოში არანაირი არაბიზაციის პრობლემა არაა და მხოლოდ ტურიზმიდანაა ხალხი შეშინებული და რა მოხდა მე ვიღაცის ნათესავმა თუ რაღაცა ბინა იყიდა მაინტერესებს ანუ ხელისუფლების მიმართ ყველა ასპექტში რაც ღიად იყო გამოხატული მისი დამოკიდებულება ბრწყინვალე იყო და გასაგები იყო ჩემთვის მაგრამ ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ერის მიმართ ჩადენილ ღალატში ეს თქვენთვის მისაღები არის გაიცით ამ კონკრეტულ კითხვას პასუხი და ნათელი გახდება ყველასთვის ჩვენთვის ქართველებისთვის რომ პოლიტიკოსები რომლებიც შემოდიან ქვეყნის სასიკეთოდ არ ვიცი ქალბატონო მედია აი არავისთან არ მაქვს ესა რა ქვია და კიდევ ერთხელ ვამბობ კაც მე არავის მტერი და არავისის არა ვარ ჩემ სამშობლოს ეხება საქმე და მაგ კონკრეტული კითხვა ეს აქ არ შეიძლება ან ასე ან ისე იმას რასაც ქოცური ხელისუფლება და ქოცური რეჟიმი უკეთებს ქართველ ერს აი ამ არაბიზაციის საკითხთან და საქართველოს ქართული მიწის გაყიდვას და საქართველოში ეს რა ქვია არაბული ქალაქების ეს მისაღებია სოლიდარობისთვის და ეს მისაღები არის თვითონ მამუკა ფიფიასთვის თუ ეს თქვენთვის მისაღები არის მე პირდაპირ გეუბნებით თუ თქვენთვის ეს მისაღებია და ვისთვისაც ეს მისაღები არის ის მიუღებელი არის ქართველი ერისთვის მე აღარ გაგიკვირდეთ ის დამოკიდებულება რომელიც დამოკიდებულებაც ექნება ქართველ ადამიანს აი იმ ადამიანების მიმართ რომლებიც გამოდიან და პატრიოტიზმზე ელაპარაკებიან ქართველ ერს და საქართველოს მომავალზე ელაპარაკებიან და ქართული მიწის გაყიდვას და საქართველოში არაბების ჩამოსახლებაზე პრობლემა და პრეტენზია არ გააჩნიათ მასეთი პოლიტიკოსები ჩვენ ბევრი გვინახია მასეთი პატრიოტები ბევრი გვინახია აგერა განსაკუთრებით ამ ბოლო დროს დაწყებული დაწყებული მანჯავიძეთი გაგრძელებული მეთი გულაშვილით და მათი ექსპერტებით და ასე შემდეგ ხო და ყველასთვის იყოს თავიდანვე გასაგები რა ვინც მოდიხართ ამ პოლიტიკაში და გაქვთ თქვენი პოზიციები ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და გაგიმარჯვოთ რასაც ქვეყნისთვის ასიკეთოს გააკეთებთ მაგრამ თუ თქვენ საქართველოს ხელისუფლების ღალატს აპრავებთ ქართველი ერის მიმართ ეს უნდა იცოდეს ყველა თითოეულმა ქართველმა მე პირადადაც მინდა ვიცოდე იმიტომ რომ მე ჩართული ვარ საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და მე მაინტერესებს ერთი მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას რაც იქ წერია 1000 ლანძღვა გინება ამ ბიჭის მიმართ შენ რუსეთუმეში აგენტო შენ მოღალატე ასე შენ ესა არასწორი საქციელი ადამიანს საკუთარი ერისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის ჯერჯერობით არაფერი არ დაუშავებია და ღმერთმა დაიფაროს რომ რამე დააშაოს და არ შეიძლება ადამიანის მიმართ ესეთი დამოკიდებულება მით უმეტეს იმ ქვეყანაში არის რომელ ქვეყანასთანაც სასიცოცხლოდ მნიშვნელობით პირდაპირად რო ვთქვათ რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთან დალაგება ურთიერთობების მაგრამ აი ამ კონკრეტულ საკითხში თუ თქვენ თანამოაზრე ხართ ხელისუფლების და ქოცური ცხოვრების თქვენ უარყოფილი ხართ ნორმალური ჯანსაღი ქართული პატრიოტული ძალისგან აი ეს არის ჩემი პასუხი ამ საკითხად ვინც მწერდით და მე თქვენც გითხარით და ისიც გითხარით რომ გადაეცით მაგ ადამიანს რომ ეს არის არასწორი დამოკიდებულება თუ ეს არის მისი ახლა თუ თქვა ეს რაღაცა მისი ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცა პოლიტიკოსია და დაჭირდა
დაჭირდა მას სადღაც რუსეთში რაღაც საკითხთან დაკავშირებით, ახლა ეს გასაგებია პოლიტიკური შეიძლება ტაქტიკური სვლა იყოს, მაგრამ თუ არის ეს პარტია და მისი ლიდერი მომხრე ამ ყველაფრის, ისინი პირდაპირ მიუღებლები არიან ჩვენთვის. საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა არ შეშლია მაგ ბიჭს, მით უმეტეს ისეთ მძიმე საკითხებთან, როგორი მძიმე საკითხები ზუსტად რუსეთთან და რუსულ-ქართული ურთიერთობები იყო და არ ვიცი, არაბულ სამყაროსთან დაკავშირებით რატო ეძვირფასა ეს ყველაფერი და რატო გაიმეორა ხელისუფლების ზუსტად რასაც კობახიძე ლაპარაკობს და რაც ხელისუფლების მომხრეები ამბობენ ამას, მე არ ვიცი ეს ჩემთვის გაუგებარია. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ნებისმიერი ქართველი არის მიუღებელი. ღვიძლი დედმამიშვილი ჩემი, რომელიც გამოვიდეს და გაამართლოს არაბების ჩამოსვლა, ის ჩემთვის მიუღებელი იქნება მთელი ცხოვრება. მე მირჩევნია ის მკვდარი იყოს, ვიდრე ცოცხალი იყოს და ამ პოზიციაზე იყოს. ნამდვილად ვამბობ ამას და მირჩევნია ყველა ქართველი, ვინც მაგას მხარს უჭერს, ხვალვე გაძრეს სული. იმიტომ რომ ეს არის სამშობლოს ღალატი. სამშობლოს ღალატი და წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა და სულში ჩაფურთხება ქართველიერისთვის. ქართული მიწის გაყიდვა და საქართველოში არაბების ჩამოსახლება. ეს არის. ამიტომ ჩემი პასუხი ყველას მიმართ, ჩემო ვინც მომწერეთ, ეს არის. მე არ ვიცოდი, ეს უბრალოდ ინტერვიუ ჩამიგდეს და მოусმინე მეც და მაინტერესებდა და გადაეცით მაგ ბიჭსაც და გააკეთოს. თუ ბატონო ეს თქვენთვის მისაღები არის, თქვენ არ ვიცი, მოვა დრო და ისტორია შეგაფასებთ უყველას რა. მე არ ვიცი რა, მე ვერ წარმომიდგენია მსგავსი რაღაცა, რომ კაცი ქართველობაზე თავს დოდეს და ქვეყნისთვის სასიკეთო რამე უნდოდეს და არაბების ჩამოსახლებას და ქართული მიწის არაბებზე გაყიდვას ტაშს უკრავდეს. ესაა სიმართლე და ეს არის ყველასთან წყალგამყოფი. ყველასთან. ეხლა დაიემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.